აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ონლაინ საკვირაო სკოლის პროგრამაში არიან ჩართული, ლისი დეველოპმენტმა საჩუქრად 20 კომპიუტერი გადასცა. პროექტმა მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი და პოპულარობა მოიპოვა. მის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ 3 საგნობრივი მიმართულების: ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და ხელოვნების ისტორიის შესწავლა განსხვავებული არაფორმალური მეთოდებით. ონლაინ საკვირაო სკოლის მიზანია აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ზოგადი განათლების ამაღლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა. მოსწავლეები ცოდნის გახმოვებასთან ერთად ეუფლებიან კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ასრთა გაზიარების უნარ-ჩვევებს, თამაშების სწავლებისა და ანალიზის მეთოდების გამოყენებით. ჩვენ ვართ მწვანე ქალაქი ლისზე და ეს კომპანია გვერდში გვიდგას იმით, რომ აი ეს 20 კომპიუტერი ჩვენი ბავშვებისთვის, აფხაზეთის სკოლის ბავშვებისთვის იცით ძალიან ცნობილი პროექტის შესახებ, დისტანციური სწავლების სკოლა. ბევრ კონკრეტიკაში არ შევდივართ, მაგრამ ძალიან ბევრ მაინც ის რამდენად მნიშვნელოვანია ეს სკოლა. და რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორი, ადამიანები, ჩვენი მეგობრები, რომლებიც გვერდში გვიდგან და მე სულ ვამბობ, რომ წელი იყოფა ორად. არის ახალი წელი და კიდე სხვა ახალი წელი გვაქვს, ზაფხულის ახალი წელი. აი 1 ივნის ბავშვებს და მათ მშობლებს ეს კომპიუტერები გადაეცემოდას, რომ ძალიან დიდი მადლობა მწვანე ქალაქი ლისზე და ნოდარ ადეშვილს და მთელ გუნდს. მოხარებულები ვართ, რომ ვიღოთ მონაწილეობა მეტად მნიშვნელოვან პროექტში. ვფიქრობ, ეს მცირედი წვლილი 20 ლეპტოპის გადაცემით, სადაც 20 ახალგაზრდა მიიღებს განათლებას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება აფხაზეთთან დაახლოვებაში. მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორს, რომელმაც აქამდე განახორციელა ეს პროექტი.